აბა მეგობრებო, მე ნიკა ვარ და დღეს თქვენ აგიხსით როგორ უნდა დააყენოთ ის გრაფიკები, რომელიც მე მაქვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გადმოვიწეროთ network graphics-ი. შემდგომ კორექტულად უნდა დავაინსტალიროთ ის. კორექტული დაინსტალირების შემდეგ ჩვენ უნდა გავხსნათ და ავირჩიოთ აქ შემდეგი. გადავიდეთ ოპტიმიზაციაში და მივუთითოთ აქ უფასო ვერსია თუ გვაქვს როგორც მე მივუთით აქ რომ არ იყოს ნაგავი +10 FPS მოგცემს, არ იყოს წვიმა, თოვლი, ჩრდილები შევცვალოთ, შევასწოროთ გზები, რომ იყოს კარგად დახაზული გზები, შევასწოროთ ბალახი და გამოვასწოროთ რაღაც სხვადასხვა დეტალები. მაგალითად მე აქ მაქვს შესწორებული რომ ბალახი არც იმციმებდეს, ჩემთვის ძალიან კომფორტული არის. ფილტრი მაქვს დაყენებული უფრო ისეთი სხვანაირია, ესეთი ფილტრი მაქვს დაყენებული +60 იძლევა FPS არ იძლევა, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო კარგი და ლამაზი ნახატი გვაქვს. ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს 59 FPS ჩათ. შევხედოთ ახლა რეები მაქვს დამატებული. მოკლედ, clouds. რომ დღისით მზისით ესეთი ლამაზი ღრუბლები გქონდეს. enhanced decals, ანუ ესეთი რაღაცები რო ტყდება, უფრო დეტალური რო იყოს, დარჩეს ვალი, სისხლი და მსგავსი რაღაცები. შეიძლება RP პროცესში გამოგადგეთ ეს, რომ ვიღაცა დაჭრილია, რაღაც სისხლი იყო და მსგავსი რამე, რო არ მოშორდეს რედუქსის აღენებასთან ერთად. რომ გავთიშოთ ეფექტები ალკოჰოლისგან და დრაგისგან, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან არ მომწონს ორიგინალი ეფექტები რაც არის და მირჩევნია საერთოდ არ იყოს. Realistic stars ნასაც უფასო არის, მშვენიერი ღამე არის, ინდური ოკეანე დავაყენოთ, ყველაზე მეტად გამჭირვალე ეს არის და ამავდროულად, როდესაც იუნიტერფეზე დაამატებენ დაივინგის თემებს, ძალიან დაგვეხმარება ინდური ოკეანე. Street lights ყვითელი არის ორიგინალში და მე ძალიან მაღზიანებს, ამიტომაც დავაყენე თეთრი, ძალიან ლამაზი, იდეალური არის ჩემი აზრით. ასევე დავაყენე მინიმებზე ინდიკატორი, სადაც მიჩვენებს HP-ს და bronze. ძალიან კომფორტული არის, როცა ციფრებით ვხედავ, რამდენი HP მაქვს, რამდენი ბრონი მაქვს და არ მიწევს კითხვაობა, ვაი, მე რამდენი HP ვარ ნეტა. დავაყენე შავ-თეთრი მეფი, სხვა ძალიან ბევრი შავ-თეთრი მეფი არსებობს, უბრალოდ მე მიჩეული ვარ, სადაც ეგერ ფედერალური ციხე, ეგერ რაღაც კარიერი, ტრასა 68, სენდი შორტს რო აწერია რა, ყველაფერს თავის სახელი რო აქვს დაწერილი და რო არ მიწევს კითხვაობა რა. ასევე შევცვალე მასშტაბი, მინიმეფის ორიგინალში 1x არის და ესე გამოიყურება ძალიან ახლოს არის. მე კიდე 0.25-ზე შევცვალე და უფრო მეტ რამეს ვხედავ და თქვენს გირჩევთ რომ ეგრე გააკეთოთ აუცილებლად. ასევე ტრეისერები დავაყენე Candy, საკმაოდ კაი ტრეისერები არის, ანუ ხედავთ ვინ ისვრის, საიდან ისვრის და უფრო გაგიმარტივდებათ პოვნა მოწინააღმდეგის სროლიდან გამომდინარე. ასევე დავაყენე ეფექტი, hit ეფექტი, თავში რო არ ტყავს წითელი პეპლები ჩდება, ტანში როცა არ ტყავს იასამნის ფერი, რაც ძალიან კომფორტული არის, რო გაიგო, ანუ სად გაარტყი, როგორ გაარტყი. ნიცე, რა თქმა უნდა, ციფრებით შენ და ციფრებითაც გაიგებთ, ეგეც არაა პრობლემა, უბრალოდ hit ეფექტი უფრო შესამჩნევი არის ჩემი აზრით, ვიდრე სხვა ეფექტები. ასევე მეინი რაც არის რა, Phantom Redux-ი დავაყენე. Phantom Redux-ი საკმაოდ კარგი რედუქსი არის, სადაც ძალიან ბევრი რაღაც არის შეშენებული, სიტყვაზე აი თეთრი ღამეები, რომელიც მე მაქვს თეთრი ღამეები, რო არის ცა, არ იყო ისეთი ლამაზი და ჩვენი ჩაგდებული ვარსკვლავებიანი ცით და ღრუბლებით უფრო ლამაზი არის და გაუმჯობესებული Phantom Redux-ი გვაქვს. ეს პრო ვერსიას მოყვება და პრო ვერსია თანხაღებს და რისთვის უნდა გადაიხადოთ თანხა და მაგის გამო მე ჩავანაცვლო სხვადასხვა რაღაცეები. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს დავაყენებთ, მე შეგვიძლია ეს ყველაფერი დავხუროთ. როგორ ხდება დაყენება? უბრალოდ გადადიხართ მოდებში, აი მოდი დავაყენოთ რამე სკინი. აი ბარბედი დავაყენოთ mini SMG-ზე. ეხლა გადმოიწერს. აქ მენიუში ჩანს რასაც იწერს, მე რამდენი ვარ ლოდინის სიაში. უცებ გადმოიწერს და დაყენდება, ანუ ორ კლიკში ყენდება ყველაფერი. just დაჭერა გინდათ რა. ნებისმიერი რამ. თუ თქვენ არ მოგეწონებათ ის რედუქსები, რომელიც სიტყვაზე არის ჩემთან, შეგიძლიათ დააყენოთ უფასო რედუქსი, სადაც გვირგვინი არ არის ოქროს ფერი. აი ესენი არის უფასო. Geto Redux და Network Redux-ი, Network Graphics-ი მუშაობს 5M-ზე, Rage-ზე და Alt-V-ზე, ასე რომ არ ინერვიულოთ, ყველგან იმუშავებს. სკინი დაყენდა ჩვეულებრივად და ჩვენ შეგვიძლია გავტესტოთ, თამაში შევიდეთ და ვნახოთ. აი აქ შეგვიძლია მაგალითად ეგერ რამდენი რედუქსი არის, დავინახოთ, n რაოდენობით რედუქსი არის და შეგიძლიათ აირჩიოთ. შევდივართ Uniterp-ზე და ველოდებით. კიდე რა მინდოდა მეთქვა. Chat თუ თქვენ გაქვთ შეძენილი GTA 5 Rockstar-ის launcher-ში, საკმაოდ ხშირი პრობლემები გექნებათ. არა მარტო მსგავსად ჩაწერის რედუქსის, არამედ სხვა მეთოდებითაც, სადაც რაღაც პაპკიდან უნდა გადაიტანოთ და იჩერჩოთ, მოგიწევთ ყოველ ჯერზე გადაიტანოთ პაპკიდან და ცვალოთ. საკმაოდ დამღლელი არის და არასასიამოვნო ეგ პროცესი.
ამის გამო, გირჩევთ ისევ და ისევ Epic-ზე ან Steam-ზე შეიძინოთ, რომ ეგ პრობლემა არ გქონდეთ. ნახლა რომ შევალთ, პირველ რიგში წავალთ შევიძინთ იარაღს. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ მე იარაღის კინი არანაირი არ მქონდა. მე ვნახოთ ერთი როგორი იქნება. და მოვიწყდა მაყურებლის რაოდენობის გაქრობა. არ უშავს chat და ხანი აიტანთ. ჩვენ გავჩდით სახლში. პედავთ ესეთ გრაფიკას. მე მგონი საკმაოდ კარგი გრაფიკა არის. შევიძინოთ mini SMG. აი mini SMG-ზე შევიძინეთ. ახლა ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება აქ. მაგერ chat. ხედავთ ხო? აბა დაიწყეთ ბიჭებო. აგერ ბიჭები, გვანახებთ როგორ მუშაობს ეფექტი. თავში წითელი პეპლები არის. როგორი ტრეისერები არის Candy-ს. ანუ ამ ტრეისერებს ყველგან დაინახავთ. ჩემი აზრით საკმაოდ კარგი არის. დიდ მანძილზეც გამოჩნდება სად ისვრით და როგორ ისვრით. ბიჭებს მადლობა უთხრათ. მადლობა ბიჭებო დიდი. საკმაოდ კარგი და ლამაზი ტრეისერები გამოდის საბოლოო ჯამში რა. ტრეისერების და ეფექტების მორტყმის და ყველაფრის. ასე რომ გამოიყენეთ რედუქსი. გადმოიწერეთ არანაირი წვალება, არანაირი პაპკების ძებნა, ასევე მარტივად იშლება ეს ყველაფერი. განახებთ, მაგალითად არა პრობლემა. ეხლა მაგალითად მე არ მომწონს იარაღზე სკინები, თამაში in-game. და ამ სკინს მე ჩვეულებრივად წავშლი ეხლა. სიტყვაზე რაიმე ერორი თუ ამოგიგდოთ თამაშმა, რომ იცოდეთ როგორ უნდა დაიფიქსოს, რა უნდა გააკეთოთ, თუ Epic Games-ის მომხმარებელი ხართ როგორც მე. თქო უნდა განახებთ როგორ უნდა გავაკეთოთ აილების და რაღაცეების აღდგენა, recovery, როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ დაყენებულ მოდებში გადავდივართ და აი ამ მოდს ჩვეულებრივად ვშლით. ეს მოდი იშლება. 6 ადამიანი არის რიგში, 4. თავდება რიგი იშლება მოდი, არანაირი პრობლემა არ არის მაგასთან დაკავშირებით. დაუბრუნდით იმ მომენტს, რომ როგორ თუ გაგვიჭედა რამე და რაღაც სასწაული მოხდა. მაშინ ჩვენ ვიღებთ, წერთ Epic Games-ზე. Grand Theft Auto. რა თქმა უნდა ჩვეულებრივი უნდა გადმოვიწეროთ და არა enhanced-ი, იმიტომ რომ Rage-თან არ მუშაობს. ვაწვევით სამ წერტილს, manage და მე verify files. და всё. ვერიფიკაციას უკეთებთ ფაილებს, რაღაც 1 გიგაბაიტს გადმოიწერს ალბათ. და всё. მამაზე დამთავრდება ყველაფერი. და თუ გინდათ რომ თამაში უფრო სასიამოვნო იყოს, გამოიყენეთ პრომო კოდი SENAPI და მიიღეთ საუკეთესო ბონუსები.